რუსეთ-უკრაინის სრულმასშტაბიანი ომი უკვე 4 წელი და 5 თვე ამინდინარეობს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს ყველაზე მასშტაბური ომია ევროპის ტერიტორიაზე. მოდით ერთად გავიხსენოთ გასული წლები და ის თუ როგორ მოვედით ამ ეტაპამდე. 2013 წლის ნოემბერში უკრაინის იმდროინდელმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა გადამწყვეტ მომენტში უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე და საგარეო კურსი ღიად რუსეთისკენ აიღო. ამ გადაწყვეტილებას კიევში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელიც ისტორიაში ევრომაიდნის სახელით შევიდა. მალევე სპეცრაზმა მომიტინგეების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა და პროცესი სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა. 2014 წლის თებერვალში 100-ზე მეტი ადამიანის დაღუპვის შემდეგ ღირსების რევოლუციამ გაიმარჯვა. იანუკოვიჩი რუსეთში გაიქცა, უკრაინამ კი ევროპული მომავალი აირჩია. რუსეთმა უკრაინაში შექმნილი გარდამავალი პოლიტიკური მდგომარეობით უმალვე ისარგებლა. 2014 წლის თებერვლის ბოლოს კირიმის ნახევარკუნძულზე გამოჩნდნენ ეგრეთ წოდებული მწვანე კაცუნები, რუსი სამხედროები ამოსაცნობი ნიშნების გარეშე. მათ სწრაფად და უბრძოლველად დაიკავეს სტრატეგიული ობიექტები და ადმინისტრაციული შენობები. რუსული იარაღის ქვეშ ჩატარდა უკანონო და ფიქტიური რეფერენდუმი, რასაც რუსეთის მიერ კირიმის ანექსია მოჰყვა. საერთაშორისო თანამეგობრობამ ეს არალეგიტიმურად ცნო, თუმცა უკრაინამ ტერიტორიაზე კონტროლი დაკარგა. ყირიმის მიტაცების შემდეგ სულ რამდენიმე დღეში აგრესიამ უკრაინის აღმოსავლეთში გადაინაცვლა. რუსეთის სამხედრო, ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით პრორუსმა სეპარატისტებმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ნაწილი დაიკავეს. დაიწყო მძიმე შეიარაღებული კონფლიქტი. წლების განმავლობაში გაფორმდა შეთანხმებები, რომლებმაც ომი მეტნაკლებად პოზიციურ, გაყინულ ფაზაში გადაიყვანა, თუმცა სროლები და მსხვერპლი არ შეწყვეტილა. სრულმასშტაბიან შეჭრამდე კონფლიქტის ამ ფაზამ 14,000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 2022 წლის 24 თებერვალი რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. ვლადიმერ პუტინმა ამას სპეციალური სამხედრო ოპერაცია უწოდა. რუსული არმია უკრაინას რამდენიმე მიმართულებიდან, მათ შორის ბელარუსიდან დაესხა თავს. მთავარი სამიზნე დედაქალაქი კიევი და უკრაინის სახელმწიფოებრიობის განადგურება იყო. მსოფლიო მოელოდა, რომ კიევი რამდენიმე დღეში დაეცემოდა, მაგრამ უკრაინელმა ხალხმა და არმიამ წარმოუდგენელი წინააღმდეგობა გასწიეს. უდიდესი საფრთხის მიუხედავად, უკრაინის მთავრობამ დედაქალაქი არ დატოვა. გაზაფხულზე რუსეთი იძულებული გახდა კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის ოლქებიდან უკან დაეხია. მათ დატოვეს განადგურებული ქალაქები და საერთაშორისო საზოგადოებამ იხილა ბუჩასა და ირპენში ჩადენილი უმძიმესი ომის დანაშაულები. ჩრდილოეთში უკან დახევის შემდეგ რუსეთმა ძალების კონცენტრირება აღმოსავლეთითა და სამხრეთით მოახდინა. მათ მოახერხეს მარიუპოლის სრული განადგურება და აღება, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ნაწილის ოკუპაცია. დასავლური იარაღის მიღების შემდეგ უკრაინამ ინიციატივა აიღო. 2022 წლის შემოდგომაზე უკრაინის არმიამ განახორციელა სწრაფი კონტრშეტევა, გაათავისუფლა ხარკოვის ოლქი და აიძულა რუსები უკან დაეხიათ ქალაქ ხერსონიდან. პარალელურად უკრაინამ დაიწყო სამხედრო კამპანია ზღვაზე. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას ფაქტობრივად აღარ ჰყავდა საზღვაო ძალები, ინოვაციური საზღვაო დრონებისა და რაკეტების დახმარებით, მათ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მე-13, 25-მდე ხომალდი და წყალქვეშა ნავი გაანადგურეს ან მძიმედ დააზიანეს. განადგურებულ გემებს შორის იყო რუსული ფლოტის ფლაგმანი კრეისერი მოსკვა. ამან რუსეთი აიძულა საკუთარი ფლოტი ყირიმიდან გაეყვანა. მნიშვნელოვანი მოვლენა იყო რუსი დაქირავებულთა ჯგუფის ვაგნერის აჯანყება, მათი მეთაურის ევგენი პრიგოჟინის მეთაურობით. მისი თქმით, რუსეთის ხანძღვანელობა მათ საკმარის საბრძოლო მასალას არ აწვდიდა და მხოლოდ საზარბაზნე ხორცად იყენებდა. ამ განცხადებებიდან მალე მათ მოსკოვისკენ დაიწყეს სუა, თუმცა მოლაპარაკებების შედეგად სიტუაცია მალევე განიმუხტა და ჯგუფი განეიტრალდა. 2024 წლის აგვისტოში უკრაინის არმიამ რუსეთის საზღვარი გადაკვეთა და კურსკის ოლქში შეიჯრა. მათ 100 კვადრატული კილომეტრი დაიკავეს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა უცხო ქვეყნის ჯარებმა რუსეთის ტერიტორია დაიკავეს. ოპერაცია 7 თვეს გაგრძელდა, რის შემდეგაც უკრაინელებმა უკან დაიხიეს. სწორედ ამ ოპერაციის დროს რუსეთის მხარეს საბრძოლო მოქმედებებში პირველად ჩაერთნენ ჩრდილოკორეული ნაწილები, დაახლოებით 12,000 ჯარისკაცი. ეს კონფლიქტი საკმაოდ ინტერნაციონალურია. მაგალითად, ომის პირველი დღეებიდანვე უკრაინის მხარეს მრავალი ქართველი მებრძოლი იბრძვის. უცხოელ მებრძოლთა რაოდენობა ორივე მხარეს ქვეყნების მიხედვით დაახლოებით ასე გამოიყურება. ბოლო პერიოდში ომი ახალ გამომფიტავდა პოზიციურ ფაზაში გადავიდა, სადაც артиლერია და დრონები დომინირებენ. პარალელურად რუსეთი სისტემატურად ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მშვიდობიან მოსახლეობასა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. თუმცა უკრაინამ სტრატეგია შეცვალა და ომი უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე გადაიტანა. უკრაინული დრონები სისტემატურად ბომბავენ რუსეთის სიღრმეში არსებულ სტრატეგიულ ობიექტებს. ნადგურდება რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ტერმინალები, რამაც სერიოზული დარტყმა მიაყენა რუსეთის ეკონომიკასა და სამხედრო ლოჯისტიკას.
გარდა ამისა, უკრაინა თავისი საზღვრებიდან ძალიან მოშორებითაც კი წარმატებით უთევს და ანადგურებს რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერებს, რომლებითაც რუსეთი სანქციების გვერდისავლით ნავთობის გაყიდვას ცდილობს. რაც შეეხება დანაკარგებს, უახლესი მონაცემებით რუსეთის საერთო დანაკარგი მოკლულებისა და მძიმედ დაჭრილების სახით უკვე 1,400,000 ადამიანს აღწევს. ინტენსიური სახორცე შტურმების ტაქტიკის გამო, რუსეთი კვლავაც ყოველდღიურად 1000-დან 1200-მდე ჯარისკაცს კარგავს. რაც შეეხება უკრაინას, მათი საერთო დანაკარგი დაახლოებით 525,000 ადამიანს შეადგენს. დანაკარგების პროპორცია დაახლოებით 1/3-ზეა უკრაინის სასარგებლოდ, რადგან უკრაინა თავდაცვით პოზიციაშია, რუსეთი კი პოზიციების აღებას ცოცხალი ძალის მსხვერპლის ხარჯზე ცდილობს. ზუსტად არავინ იცის კიდევ როდემდე გასტანს ეს ომი და რა მასშტაბის დანაკარგებს მოიტანსის. თუმცა ერთი რამ სრულიად ცხადია, ფრონტის ხაზზე წყდება უკრაინის როგორც სუვერენული სახელმწიფოს ბედი. ასევე ამ ომის შედეგები პირდაპირ განსაზღვრავს ევროპისა და გლობალური უსაფრთხოების ახალ წესრიგს მომავალი 10 წლეულების განმავლობაში.